ამერიკელი იმპორტიორები მოსაოდნელი ტარიფების გამო ქმედით ნაბიჯებს დგამენ იტალიური ღვინის მარაგთან დაკავშირებით. მაგალითად, იტალიური ცქრიალა ღვინის პროსეკოს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმპორტი ნოემბერში ტრამპის არჩევის შემდეგ 40-დან 90%-მდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება მომხმარებელთა მოთხოვნას, რადგან იმპორტიორებმა უკვე შეავსეს მარაგი. იტყობინება იტალიური ღვინის სავაჭრო ასოციაცია. იტალიურ ღვინოებზე ჯერჯერობით ტარიფები არ დაწესებულა. დღემდე არც ევროპელ პარტნიორებს შეხებია დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები. შეგვიძლია ვიცხოვროთ ერთი ჭიქა ღვინის გარეშე. დიახ, შეიძლება გადავრჩეთ. ღვინო სიამოვნებაა, მაგრამ ყველაფერს აქვს ფასი. ასე რომ თუ ფასი გაიზრდება, ჩვენ არ ვიცით დონალდ ტრამპი რამდენი პროცენტით ფიქრობს ჩვენი პროდუქციის დაბეგვრას. ასე რომ სრულიად ბუნებრივი იყო, რომ წლის ბოლოს დამატებითი გადაზიდვები გაკეთებულიყო. მიუხედავად ამისა, პროსეკოს იმპორტიორები და დისტრიბუტორები იღებენ პრევენციულ ზომებს ბაზრის დასაცავად. იტალიის სავაჭრო ფედერაციის ინფორმაციით იტალიას თავისი ქვეყნის თითქმის მეოთხედი შეაქვს შეერთებულ შტატებში, რის გამოც სექტორი უფრო მეტად ექვემდებარება შესაძლო ტარიფებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა იტალიური პროდუქტი. გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად იტალიური ღვინო, პროსეკო იყიდებოდა. ის შეადგენს გაყიდვების თითქმის 40%-ს. ბაზრის შეშფოთების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ ტრამპის არჩევამდე გამოჩნდა. 2024 წლის პირველ ათვეში პროსეკოს მიწოდება შეერთებულ შტატებში 17%-ით გაიზარდა. ტექნიკური პრობლემები უკვე ვიხილეთ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, როდესაც მათ გამოაცხადეს დამატებითი გადასახადების შესახებ. იმპორტიორები წინასწარ აკეთებენ შეკვეთებს, რათა გვერდია უარონ იმპორტზე დამატებითი გადასახადის განაკვეთების საფრთხეს. გასულ წელს იტალიის ღვინის ექსპორტმა შეერთებულ შტატებში 1,900,000 მილიარდი ევრო შეადგინა.